აი ის ხომ რეალობაა, რომ ვერაფრით მისი სიდიდე ვერ მოინელეს სტალინზე მაქვს ლაპარაკი. და მეუბნებიან შენ გიყვარ, შენ ბიჭო, სიყვარული კი არა, სიმართლეზე ილაპარაკეთ. სოფელში დაბადებულ გაზრდილი კაცი ვერ მოინელეს გლეხის ოჯახში, რომელსაც განათლება ჰქონდა 4 კლასი სასულიერო სემინარია. ეს ვერ მოინელეს ის, რომ უზარმაზარი სახელმწიფოს მმართველი გახდა. ვერ მოინელეს ის, რომ ატომური სახელმწიფო შექმნა. ვერ მოინელეს ის, რომ ყველა მის თანამედროვეზე მაღალი იყო. ბევრად მასზე განათლებული, წარმატებული ოჯახის შვილის, დაწინაურებულის, არისტოკრატის ყველას რო აჯობა, ეს ვერ მოინელეს და ნაპოლეონზე 10-ჯერ მეტი რო იყო, კეისარზე 20-ჯერ მეტი და კიდე ბევრ სხვა ხედართმთავარზე, იულიუს კეისარზეც და ალექსანდრე მაკედონელზეც დიდი. და ეს რო სტალინი და ეს რო ქართველი იყო, ეს ვერ მოინელეს. უყურებ ამ იდიოტებს და კალოშით მოსულები ხელისუფლებაში სასახლეები წამოჭიმეს, რომელი გინდა, რომელ ხელისუფლებაშიც არ გინდა იყოს, გინდა ნაცებში, გინდა კოცებში რა. გლეხი მოსული ამხელა სახელმწიფო სათავეში, რომელმაც ატომური სახელმწიფო დატოვა, გახეული ბატნიკით წავიდა იქ და ომის დროს საკუთარი შვილი გენერალში არ გაცვალა პავლიუსში, რაღა გენერალში, მარშალში და ამათმა საკუთარი შვილები ჯარში გაუშვეს კი არა, ისე დანიშნეს უმაღლეს თანამდებობებზე, ერთი დღეც არ ყოფილან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. აი ამას ვერ პატიობენ სახელმწიფოებრივ მიდგომებს, როგორ უნდა შექმნა ძლიერი სახელმწიფო. მე ხო იმას არ ვამბობ, სად რეპრესია იყო, სად რა იყო ცუდი და რა იყო მის ხელში კარგი. ამაზე დიდი რო იყო და ამაზე ძლიერი რო იყო, ამას ვამბობ. და არა მარტო ამას, ყველა მსოფლიო მართველზე ძლიერი და დიდი რო იყო და ქართველი რო იყო. ამას ვამბობ რა. თქვენ შეიძლება წახვიდეთ საფრანგეთში და ნახოთ, რომ სტალინგრადის ქუჩებია რა, სტალინგრადის მეტროა. და არა მარტო ერთ ქალაქში, მეგაპოლისებში ისმით. და გამომდგარან ესენი და ქართველს აგინებენ და ზედგრინ მოუთხარეს და დღესაც ის გორი სადაც დაიბადა სტალინის სახლ-მუზეუმით ცხოვრობს, მეტი შემოსავალი არ აქვს გაურბოს. ყდარიც ვერ გამოიყენეს, რომ ტურისტული შემოსავლის ცენტრი იყოს სერიოზული და სანახაობითი ფორმა ჰქონდეს. არა, აი ესენი კი არ მეშინია ამათ, მეწოდებია ეს ავანტყოფები, იმიტომ რომ რეალობის განცდის უნარი არ აქვს. ნებისმიერ სხვა ერს რო ყოლოდა ესეთი ცუდი, ესეთი ტირანი, ესეთი ისტორიაში დასარჩენი ადამიანი, იქეთ იმისგან ისეთ შემოსავალს გახდიდა, ხო? ხელით მისათითებელი იქნებოდა დღემდე და უამრავ კარგ საქმეს გადაარჩენდა. ამგერმა თუ სადმე ჩირქია საკუთარს მოცხეს და ადი და რაც კიდეთ ის თქვით და ის გააკეთეთ. მე უბრალოდ მეწოდებით რა. ოღონ მართლა მეწოდებით რა. თქვენი სიბრმავე მეწოდება, თქვენში მყოფი სიბრმავე მეწოდება. ისე რაც არ უნდა თქვათ და რაც არ უნდა იძახოთ, მაინც ქართველი იყო. და ისეთმა ადამიანებმა იციან, ეს საერთოდ შეიძლება საქართველოს რო არ იცოდნენ სად არის. სიმართლეს სად გაექცევით თქვენ იდიოტები თქვენ. რომ ყველა მიცის ვინ ახართ, თქვენ შვილებს არ ემახსოვრებით თქვენი სიკვდილის მერე და ის კარგი იყო თუ ცუდი იყო, ყველას ახსოვს, მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვისაც არ გინდათ ვაცელაპარაკი, მაგრამ გალაპარაკი. აი ამით თქმა მინდა.